წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურს თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანს მღვდელ გიორგი ვაშალომიძეს. მოგესალმებით, მამა გიორგი, დაგლოცეთ. დილამშვიდობისა. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, დილამშვიდობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია სხვა წმინდანებთან ერთად ღირს საბა განწმენდილს იხსენიებს. სწორედ მისი ცხოვრების მოღვაწეობის შესახებ გვინდა ვისაუბროთ, ასევე გვინდა ვისაუბროთ იმ თემაზე, თუ რას ნიშნავს ზოგადად სიწმინდით ცხოვრება და წმინდანობა. რა არის წმინდანობის არსი? მამა გიორგი, პირველ რიგში რომ შეგვახსენოთ საინტერესო ფაქტები ღირს საბა განწმენდილის ცხოვრებიდან, ღირსი საბა განწმენდილის ცხოვრებიდან, ვიცით რომ მე-6 საუკუნის მოღვაწე არის, ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი და გთხოვთ რომ საინტერესო ფაქტები მე შესახებ შეგვახსენოთ. მეც სარგებლობრივ საშუალებით მოგილოცავთ ჩვენს ტელემაყურებელს სრულიად საქართველოს ძალიან დიდი წმინდანი გახლავს წმინდა საბა განწმენდელი მის სახელს უკავშირდება მონაზნობის ასე ვთქვათ ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა მოგეხსენებათ ეს ის პერიოდია როდესაც მონაზნობა როგორც ინსტიტუცია ეკლესიაში ახალი ჩამოყალიბებულია და წმინდა საბა განწმენდელს განუზომელი ღვაწლი მიუძღვის სწორედ ამ მიმართულებით თავად ის გამორჩეული პიროვნება გახლდათ კაბადოკიელი იყო ის კაბადოკიაში დაიბადა როგორც წმინდა გიორგი და წმინდა ნინო როგორც წმინდა ნინო ბატონო და ზოგადად კაბადოკია არის ძალიან ბევრი წმინდანის სამშობლო და სავანე და ის ჯერ კიდევ 8 წლის იყო როდესაც ფლაბიანოსის მონასტერში მივიდა და იქ დაიწყო ცხოვრება ამას ახლა თავის მიზეზები ჰქონდა კერძოდ ძალიან ესეც უნდა ითქვას რომ ძალიან წარმატებული და მდიდარი ოჯახის შვილი გახლდათ მისი მშობლები რაღაც გარკვეული სახელმწიფო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი და ამ საქმიანობის გამო გაემგზავრნენ ქალაქიდან და ბიძებთან დარჩა პატარა საბა თუნდა მან მაშინვე გადაწყვიტა რომ დაეტყვევინა საკუთარი სახლი და წასულიყო მონასტერში ამის შემდგომ ძალიან ბევრი იყო მცდელობა რომ ის დაებრუნებინათ უკან მაგრამ 8 წლის ბავშვმა უკვე მტკიცედ გადაწყვიტა რომ ღვთისთვის მიეძღვნა თავის ცხოვრება რა თქმა უნდა არიან ადამიანები რომელნიც როგორც აი წერია წმინდა წერილში დედის მუსლიდან გამორჩეულნი არიან და სწორედ ამათ რიცხვს მიეწერება წმინდა საბას ცხოვრება აი ესე წერს მისი ცხოვრების აღმწერელი რომ სულითვისი დაიმდაბლა მარხვითა და ხორცნი შრომითა დააჭყვნა ანუ აქ გამოხატულია მის მიერ აღსრულებული ღვაწლის შედეგად თქვათ მისი სულიერი და სხეულებრივი მდგომარეობა ამ მონასტერში ანუ ფლაბიანოს მონასტერში იგი 10 წელი იყო 10 წლის შემდეგ კი მან გადაწყვიტა რომ წასულიყო იერუსალიმში და თუ შეიძლება ითქვას რომ მის იერუსალიმში წასვლის შემდგომ მის ცხოვრებაში იწყება სრულიად ახალი ეტაპი ვინაიდან იქ გარკვეული პერიოდი თქვათ მონასტერში იყო შემდგომ მარტო დაეყუდა მაგალითად მისი ცხოვრებიდან ცნობილია რომ ანგელოზი ეცხადება მას და ეუბნება რომ სოლოამის ხევთან მივიდეს და იქ დაეყუდოს ეს გახლდათ ამ სოლოამის ხევში ერთ-ერთი გამოქვაბული სადაც როგორც მის ცხოვრებაში ვკითხულობთ ანუ ბილიკიც კი არ იყო ასასვლელი და ის თოკით ადიოდა ის თოკით ჩამოდიოდა თუკი დაჭირდებოდა თუმცა ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა და აი ასეთი დიდი მოღვაწე გახლდათ ის ამის შემდგომ მისი სახელი განითქვა მიუხედავად იმისა რომ ის მალულად ცდილობდა რომ აღესრულებინა საკუთარი მონაზვნეობრივი ღვაწლი მისი სახელი განითქვა და სწორედ ამ სოლოამის ხევთან შეიკრიბა ძალიან ბევრი მონაზნობას ვთქვათ მოწყურებული ადამიანი და აი აქ დაარსდა პირველი საძმო აშენდა მონასტრები ტაძრები და სწორედ ეს გახლავთ ის დღეს უკვე ცნობილი საბაწმინდის მონასტრის ლავრა რომელსაც სწორედ აი აქედან ეყრება საფუძველი ეს მონასტერი გახდა თუ შეიძლება ასე ითქვას გულისხმობს საბაწმინდის ლავრას წმინდა საბას ცხოვრების დროსაც და შემდგომშიც ერთ-ერთი ცენტრალური მონასტერი ზოგადად სამონასტრო ცხოვრების ტიპიკონურ ასე ვთქვათ ტიპიკონურ მიმართულებით ტიპიკონის ჩამოყალიბების მიმართულებით ამ მონასტერმა ძალიან დიდი სიტყვა თქვა შეიძლება ითქვას რომ ის ტიპიკონი რომელიც წმინდა საბამ შეიმუშავა საკუთარ ძმათათვის შემდგომ მთლიანად იერუსალიმში განივრცელდა არა მხოლოდ იერუსალიმში ფაქტობრივად მთელი საქრისტიანო აი ამ ტიპიკონით საზრდოობდა და ამის შემდგომ ესეც უნდა და ნუ შემდგომ
532 წელს ის მშვიდად გარდაიცვალა და ჩვენაი როცა ვსაუბრობთ იერუსალიმის ტიპიკონზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ საქართველოსთან კავშირი აი ამ საბაწმინდის მონასტრისა ჯერ ერთით მოგეხსენება თქვენ რომ მე-10 საუკუნემდე ანუ ათონელ მამებამდე საქართველოს ეკლესია სწორედ იერუსალიმურ საეკლესიო ტრადიციაზე იყო გულისხმობთ იმას რომ ღვთისმსახურება იერუსალიმური ტიპიკონით სრულდებოდა მათ შორის სამონასტრო ცხოვრება და აი ამ ასე ვთქვათ იერუსალიმურ ტრადიციაში წამყვანი როლი ჰქონდა სწორედ საბაწმინდის მონასტერში შემუშავებულ საღვთისმსახურო წიგნებსა და ღვთისმსახურების ტიპიკონს ეს ერთი მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ თავად ქართველების მოვაწეობდნენ საბაწმინდის მონასტერში უკვე მე-6 საუკუნიდან ხდება და რაც მოვაწეობდნენ საბაწმინდის მონასტერი იყო ძალიან ესეთი წიგნობრობის კერა სადაც ძალიან ბევრი ქართულად ძალიან ბევრი წიგნი ითარგმნა ქართულად მათ შორის სახარება ფსალმუნები კურთხევანი ანუ სხვადასხვა საღვთისმსახურო წიგნები აი ჩვენ აუცილებლად უნდა ვახსენოთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის კავშირი საბაწმინდის მონასტერთან მას როგორც მისი ცხოვრებიდან ჩანს ძალიან დიდი თაყვანისმცემელი იყო წმინდა საბასი და ცნობილია რომ მან როდესაც გადაწყვიტა რომ ტაო-კლარჯეთის მონასტრებისთვის დაეწესებინა ტიპიკონი ის აგზავნის თავის ასე ვთქვათ მოციქულებს ნაწილს სწორედ იერუსალიმში რომელთაც უნდა შეესწავლათ საბაწმინდის ტიპიკონი და ასე მოხდა და ჩამოიტანეს მერე და ნაწილს აგზავნის ბიზანტიაში და შემდგომ ამისა როგორც ცნობილია წმინდა გრიგოლ ხანძთელი ამ ორთაგან უკვე ქართულ ყაიდაზე და ქართულ რეალობაზე მორგებით ქმნის ტაო-კლარჯეთის მონასტერთათვის ბრწყინვალე ტიპიკონს. აი შეიძლება ითქვას რომ რაც წმინდა საბამ გააკეთა იერუსალიმში იგივე გააკეთა გრიგოლ ხანძთელმა საქართველოსთვის ამ მიმართულებით თორე გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი მრავალი მიმართულებით შეგვიძლია ჩვენ წარმოვაჩინოთ და წმინდა გრიგოლ ხანძთელის ტიპიკონება ჩვენ მისი ცხოვრებაში ვკითხულობთ ამის შესახებ რომ ძალიან გავდა საბაწმინდის ტიპიკონს და რითი გამოირჩევა ეს ტიპიკონი ანუ რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ წმინდა საბა განწმენდილმა და ასე ვთქვათ დაწერა გამოირჩევა განსაკუთრებული სიმკაცრით საკუთარ თავთან მიმართებაში დიახ სწორედ ამიტომ დააყუზნა საკუთარ თავთან მიმართებაში მაგალითად ცნობილია რომ ის ფაქტობრივად საჭმელს აი მარხვაში თითქმის არაფერს არ იღებდა და კი ბატონო კურს არ იღებდა დიახ და მხოლოდ წყალზე იყო და ძალიან დიდი მოღვაწე გახლავთ ის და ზუსტად იგივე ვთქვათ წესგანგება არის გადმოღებული გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ჩვენ ხვდებით არაერთ მსგავს ასე ვთქვათ მსგავს მომენტს. ეხლა საკმაოდ ადრეულ ასერტზეა ხომ თან საუბარი, რაც კიდევ უფრო მეტად რთულად წარმოსადგენი ერთი შეხედვით. აი როგორც გითხარით 8 წლის იყო ეს პირველად, როდესაც მონასტერში მივიდა და ანუ მონასტერში დაიწყო მან ცხოვრება. რა თქმა უნდა, აღკვეცა მოგვიანო პერიოდში მოხდა, იმიტომ რომ 8 წლის ბავშვი ვერავინ აღკვეცადო, მაგრამ და მან მონაზვნური ცხოვრების 8 წელი ფაქტობრივად დაიწყო 8 წლის ასაკში და დაიწყო ზუსტად იგივე სიმკაცრით, რა სიმკაცრეს მას შემდგომში ჰქონდა 20 წლის ასაკში და 30 წლის ასაკში და ასე შემდეგ. საინტერესო დღეს როგორ გრძელდება მონასტრული ცხოვრება საბაგაწმენდილის ლავრაში და თქვათ იგივე ტიპიკონია შენარჩუნებული თუ არის გარკვეული ცვლილებები? არა, იცით, რა თქმა უნდა, თავარი ხაზი შენარჩუნებულია, მაგრამ იცით, აი როგორ არის როდესაც მონაზონი განსაკუთრებულ ღვაწლს აირჩევს, შეიძლება ეს რაღაცა იყოს გარკვეული პირებისთვის, ანუ ყველა ადამიანს არ შეუძლია, მათ შორის არც მონაზონს, რომ ახლა საბაგანწმენდილის ცხოვრება იტვირთოს და ამიტომაც აქ რა თქმა უნდა გათვალისწინებული ეს ინდივიდუალურია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მონასტერი არის ზოგადად ის ადგილი, სადაც აბსოლუტურად სხვა ცხოვრებაა, ანუ თქვენ იცით, რომ როდესაც მონაზონის აღკვეცა ხდება იქ ცალსახად არის ამ მსახურებაში მონაზონი კვდება ამ ცხოვრებისთვის მკვდარია და მას აქვს ერთადერთი ცხოვრება ქრისტეში და ქრისტესთან და ამას აი ცნობილია რომ მონასტრული ცხოვრების რამ არის მოსახე განდეგილური ანუ როდესაც ადამიანი მარტო ცხოვრობს ხოლმე და არსებობს საძმოს ცხოვრება მონასტერში ანუ როდესაც რამდენიმე ადამიანი მონასტერში ცხოვრობს და აი საბაგანწმენდელთან როცა ვსაუბრობთ, მან ორივე გამოსცადა. ის იყო გარკვეული პერიოდი განდეგილური ცხოვრებითაც და იყო გარკვეული პერიოდი
მონასტერში, მაგრამ აქ ერთია ძალიან საინტერესო, რომ საბა განწყვეტილი ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამონასტრო ცხოვრებით, იმიტომ რომ როდესაც ის დაჭირდა ეკლესიას ღვთის განგებით, მან მაგალითად მონაწილეობა მიიღო ეკლესიაში მაშინ გავრცელებული წყალებლობების თქვათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ის უშიშრად ამხელდა თავად იმპერატორსაც კი, როდესაც ამის საჭიროება დადგა, რომ ის მასულად ქრისტიანული რჯული დაეცვა. აი ძალიან საინტერესოა ის, რომ როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან ბევრი რამ ითარგმნებოდა და იწერებოდა ქართულად საბაწმინდის მონასტერში და განსაკუთრებით საინტერესოა უკვე შემდგომ პერიოდში გიორგი მთაწმინდელი, რომელიც მოგახსენებათ უკვე ათონური სკოლის წარმომადგენელია, გიორგი მთაწმინდელი თავის ანდერში წერს, რომ ჩვენი ყოველნი სახარებანი ხანმეტისა და საბაწმინდურისა ყოვლად კეთილნი არიან. ანუ აქ ამ შემთხვევაში საბაწმინდურში, როგორც მეცნიერება ასე ვთქვათ, გაშიფრეს თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს სიტყვა აქ იგულისხმება სწორედ საბაწმინდის მონასტერში გადაწერილი და ქართულად თარგმნილი ერთ-ერთი რედაქცია სახარებისა, რომელსაც წმინდა გიორგი მთაწმინდელი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს. თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, მე-10 საუკუნემდე ჩვენში იყო იერუსალიმი ტრადიცია, იერუსალიმური ტრადიცია ეკლესიაში, ხოლო მე-10 საუკუნის შემდგომ უკვე გახლავთ ბიზანტიური ტრადიცია და ეს უკვე უკავშირდება სწორედ ათონელების მოღვაწეობას ათონის მთაზე, ქართველი მამებისა და თავად წმინდა საბა განწყვეტილის ცხოვრებას ადრეული პერიოდიდანვე ითარგმნა ქართულ ენაზე თვითონ უკაცრავად კირილე სკვიტეპოლელი არის ავტორი ზოგადად საბას ცხოვრებისა და სადღაც მე-7 საუკუნეში უკვე უშუალოდ საბაწმინდის მონასტერში ქართულად ითარგმნა მისი ცხოვრება და დღეს საბედნიერო ცხოვრება ჩვენში აღჩენილია. მამა გიორგი, ჩვენ დღეს ასევე გვინდა ვისაუბროთ იმ საკითხზე, თუ ზოგადად რა არის წმინდანობის არსი, რას ნიშნავს სიწმინდით ცხოვრება. ზოგიერთი ადამიანისთვის და შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს თქვათ რთულად გასააზრებელი ის, რომ შესაძლებელია წმინდანებს მიუბაძოთ, მივემსგავსოთ. თუმცა ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი ღვთის ხატებად არის შექმნილი, როგორც ღვთის ხატი და განხრთობისკენ არის მოწოდებული. ანუ ნებისმიერ ადამიანს რომ გქონდეს თქვათ წმინდანობის სურვილი, ეს ხომ არ არის თქვათ ზედმეტი ამპარტავნება ან კადნიერება? ხო, წმინდანობის სიწმინდით ცხოვრების და რაღაც თქვათ ის რომ მიემსგავსოს წმინდანს. კი ბატონო, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიღებულია, თუმცა ეს თქვათ არც ერთი წმინდანი არ ცხოვრობდა, იმიტომ რომ თქვათ კალენდარში ჩაწერილი იყო და მის სახელზე თოფარქონდაკები დაწერილი იყო და ხატი შექმნილი იყო, ხო? ეს უკვე მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობას შედეგია. თუმცა აქვე ის უნდა თქვა ჩვენ რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც კალენდარში საერთოდ არ არის შესული. მაგრამ ისინი წმინდანებას ეწოდებიან ღვთისნაში, ვინაიდან ყველა ის ადამიანია წმინდა ვიც ხონდა. შეგვიძლია ჩვენ ასე ვთქვათ. და ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია. კიდევ ერთხელ მარტო რომის იმპერიაში 313 წლამდე სანამ რომ კონსტანტინე დიდი გამოსცემდა მილანის ედიქტს, ძალიან ბევრი დევნა აღესრულა ქრისტიანობისა და რა თქმა უნდა ჩვენ მათი სახელები სრულად კი არა ნახევრადაც არ ვიცით. აგრე საქართველოს რეალობაში თუნდაც 100,000 მოწამე რო ეწამა, ხო, ძალიან ცოტა ვიცით მათგან სახელობითად და 100,000-იც დამრგვალებული ციფრია შეიძლება ოდნავ ნაკლები იყო, ან ოდნავ მეტი, კი ბატონო. ხო, ანუ ამას ვამბობთ სწორედ რომ არც ერთი ადამიანი არ იკარგება ღვთის წინაშე და არც ერთი ადამიანის ღვაწლი არ უფერულდება უფლის წინაშე და აი წმინდა იოან დამასკელი თავის ცნობილ გარდამოცემაში ამბობს რომ არსებობს ორი სიწმინდე, ანუ ერთი ეს არის ბუნებითი სიწმინდე, რომელიც ღმერთს გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ და არსებობს ანუ ის უწოდებს ბუნებითი ღმერთი, მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო წმინდანებს უწოდებს მადლით ღმერთებს. ანუ წმინდა ადამიანი გახლავთ მადლით ღმერთი, ანუ რა იგულისხმება აქ, რომ იგულისხმება როდესაც ადამიანი საკუთარი მოღვაწეობის, საკუთარი შრომის შედეგად საღვთო მადლს განიკუთვნებს. ანუ ხდება მისი განაღვთობა, რაც არის რა თქმა უნდა ქრისტიანობაში ყველაზე არსებითი რამ. და მე ეს ერთი მხარე, მეორე მხარე, აი მაგალითად თქვენ გახსოვთ რომ ცხრაენტარებაში ჩვენ ვკითხულობთ რომ ნეტარი იყვნენ წმინდანი გულით, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ძალიან საინტერესო გახლავთ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ეს ამონარიდი წმინდა სახარებიდან, რომელსაც თავად მაცხვარი წარმოსდგომს.
რას ნიშნავს წმინდანი გულითა და რას ნიშნავს ღვთისხილვა. ღვთისხილვა ეს აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება ღვთის მატერიალურ ფიზიკურ ყოფითი ხილვა, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ნივთება საერთოდ არ გააჩნია ღმერთს. აქ იგულისხმება ღვთის მადლით შეგრძნება და ღვთის მადლით შეგრძნება მხოლოდ და მხოლოდ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი განწმენდილია. როცა ის ცდილობს რომ განიწმინდოს, რა თქმა უნდა განწმენდაში რა იგულისხმება? სოდვათაგან განწმენდა უპირველეს და უმთავრეს ყოვლისა. როდესაც ადამიანი ებრძვის სოდვას და ცდილობს რომ განიწმინდოს ამ სოდვებისაგან, ვინაიდან მხოლოდ განწმენდილი, როგორც შემდგომ პავლე მოციქული ამბობს, მხოლოდ განწმენდილი ჭურჭელს შეუძლია საღვთო მადლის დატევნა. დაბინძურებულ ჭურჭელში იგულისხმება ცოდვათაგან დაბინძურებულ კაცის სულში საღვთო მადლი ვერ დაიმკვიდროს. ეს ერთი. ახლა აქ კიდევ ერთი აი მაგალითად იგივე ფსალმუში ვკითხულობთ რომ განიცადეთ და იხილეთ რამე თუ ტყვილარს უფალი განიცადეთ და იხილეთ. ეს შემდგომ როდესაც ბასილი დიდი განმარტავს ფსალმუნის აი ამ ამონარეთს ის ამბობს რომ დააკვირდით რას ნიშნავს განცდა და ხილვა. ზოგადად აი ყოფით თქვათ ასპექტში როგორ არის ჩვენ რო რაღაცა განვიცადოთ ჯერ უნდა ვიხილოთ ანუ მაგალითად თუ კი ჩვენ უნდა შევაფასოთ მუსიკა ჯერ უნდა მოვუსმინოთ თუ უნდა შევაფასოთ ნახატი ჯერ უნდა ვნახოთ თუ უნდა შევაფასოთ ლექსი ჯერ უნდა ან წავიკითხოთ ან მოვუსმინოთ და ასე შემდეგ და შემდგომ ხდება განცდა და შევაფასოთ მაგრამ საღვთო მართებაში პირიქით არის ჯერ უნდა განიცადეთ ჯერო ესე წერს ფსალმუნი და მე იხილეთ ანუ როცა ხდება ღვთის მადლის განცდა შემდგომ ხდება ღვთის ხილვა განცდითად და სწორედ ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანს რომელიც განიწმინდება იმიტომ რომ სიწმინდე საღვთო მადლთან პირდაპირ კავშირშია წმინდა ადამიანი საღვთო მადლით არის აღსებული და აი ბასილიდი ფსალმუნის განმარტებისას ამბობს რომ მე რაც არ უნდა გესაუბრო თქვენ ახლა თაფლის სიკარგეზე თქვენ ვერასოდეს მიხვდებით ბოლომდე მას და ვერ ჩაწვდებით ბოლომდე სანამ თავად არ იქნებით დამგემოვნებელნი თაფლისა და ასე არის საღვთო მადლიც ამბობს ის რაც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ მადლზე სულიწმინდის მადლზე საღვთო მადლზე ვერასოდეს გაიგებთ მას სანამ თავად არ იქნებით გამოცდილი ამ მადლისა და ამ მადლის განცდა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებული ადამიანის განწმენდის ცხოვრებაზე. მამა გიორგი, ვინც განიცადა და იხილა და ვინც ცხოვრობდა სიწმინდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას თქვათ არ ქონდა სულიერი ბრძოლები და დაცემები და თქვათ ცოდვები. ანუ ზოგს მიაჩნია, რომ წმინდანს იმიტომ არ შეიძლება მიბაძოს, რომ აი წარმოუდგენელია მისთვის იგივენაირი ცხოვრება და ნუ ის რაღაც გონია, რომ საერთოდ უცოდველი ყო. უცოდველი მხოლოდ ღმერთი არის, ხომ ეს ვიცით. ანუ ნებისმიერი ადამიანი ამისკენ მოწოდებულია, რომ თქვათ სიწმინდით იცხოვროს. ანუ აქ არ არის საუბარი ტროპარკონტაკების თვალსაზრისით, მაგრამ სიწმინდით ცხოვრებას და განხრთობაზე. ანუ ყურეთ თვითონ ეს ტერმინის განწმენდა ამას ნიშნავს. ანუ განწმენდა ესაჭიროება იმას, ვინც დაბინძურებულია, ხო? ანუ ვინც ცოდვილია, როგორც მას ხო არის ბრძანებს სახარებაში, რომ კი არ მოვედი მართალთა სახლობად, არამედ ცოდულთა სინანულ. ანუ ეს არის და თვითონ განწმენდა ეს სიტყვა აღიაზმოს აქედან იღებს ბერძნულად და აღიაზმა, ანუ აიაზმა წყალკურთხევას უკავშირდება და სწორედ ნათლობისას ხდება პირველი განწმენა ადამიანისა. როდესაც ის როგორც გითხარით დაიბადება ახალი ცხოვრებისაც, ხო მეორე შობას უწოდებს მაცხოვარი ნათლისღებას და შემდგომ ეს არის ნათლისღების შემდგომ როცა ადამიანი უკვე ცოდვას ჩადის, რა თქმა უნდა ეს არის ამ ქვეყანად დაუსრულებელი პროცესი, როდესაც ის მარადიულად ამ ქვეყანაში მარადიულად არა უნდა ებრძოდეს ცოდვებს და ამაზე გადის ისეთ აი ჩვენ აი თქვენ სწორი ასპექტი დასვით რას გულისხმობთ რომ ხშირია შემთხვევა როდესაც აი ადამიანებს როცა მოუყვან რომელიმე წმინდანის მაგალითად ეს წმინდანი ასე არ იქცეოდა თქვათ ის ამას ამბობს რომ ხა ის წმინდანი იყო და თქვათ მე ეს მომეთხოვება კი და რა თქმა უნდა ეს ყველას მოეთხოვება სახარება არ დაწერილა მარტო მონაზონთათვის და მე მეცას გეტყვი თქვენ რომ წმინდანთა დასში აბსოლუტ აი უმრავლესობა წმინდანები და სწორედ ერის ადამიანები გახლავთ და არა სამღვდელო ან სამონაზდო დასტი უმრავლესობა გახლავთ ერის ადამიანები ის ჩვენ როცა მოწამეობაზე მოწამეთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ერის ადამიანებს 100,000 ქართველი და ბატონო 100,000 ქართველი იყო სწორედ საეროპირი რა თქმა უნდა საეროპირი ჩვეულებრივი თბილისის მოსახლეობა ჩვეულებრივი დედები მამები შვილები მეუღლეები ეს ჩვეულებრივი ხალხი იგივე ჩვენ რო ვახსენეთ რომში რო დევნა იყო თქო 313 წლამდე შემდგომაც ბევრი დევნა ყოფილა ქრისტიანებში ხო ეს ადამიანები ძირითადად ვინ იყო საერო საზოგადოება იყო რომელთაც ქრისტე იწამეს ხო
აი გუში ბარბარობა იყო გილოცავთ ასე წმინდა ნიკოლოზობა კი ბატონო აი ესეთი ძალიან სასწაულო და ვინ იყო წმინდა ბარბარე ბავშვი იყო რომელიც საკუთარმა მამამ ესე იგი გაიმეტა სიკვდილისთვის იმიტომ რომ მან ქრისტე იწამა და ასე შემდეგ ასე რომ ეს იცით რა საბოლოო ჯამში მაინც ეს თავის მართლება ანუ ადამიანი ხშირად თავს იმართლებს იმიტომ რომ არ უნდა საკუთარ თავში ბრალევრობის დანახვა და აი ჩვენ ავდივართ პირველ საწყისამდე როდესაც ესე იგი ადამიანი ცოდვით დაეცა და ღმერთმა მას უთხრა ადამ სადა ხარ აი ეს არის მუდმივი კითხვა დღესაც უსვამს ადამიანი ღმერთი ადამიანს ამ კითხვას სადა ხარ ადამიანო სადა ხარ შენ ჩემთან რაც ნიშნავს იმას რომ ის მუდმივად იბრძვის რომ განიწმინდოს ზლიოს საკუთარ უკეთურებას საკუთარ ნებებს საკუთარ ბოროტებას საკუთარ შურს ამაზე გადის განწმენდო ეს განწმენდა რაღაცა მეტაფიზიკური რაღაცა ის ხო არ არის მნიშვნელობით ახსოვს სიტყვა ეს არის რეალობა როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანი ებრძვის საკუთარ ეგოს საკუთარ ცოდვებს და რა თქმა უნდა ამის შემდგომ ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს ეს განწმენდა კი ბატონო და მამარ გიორგი სიწმინდეზე წმინდანებზე განწმენდაზე ვსაუბრობთ და ჩვენს მთავარ თემას რომ დავუბრუნდით საუბრის ბოლოს დაახლოებით 3 წუთი გვაქვს დარჩენილი დრო წმინდა საბა განწმენდილი რატომ ვუწოდებთ მას ამ სახელს ძალიან საინტერესოა თქვენ ახსენეთ ასევე წვალებულობის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო გამორჩეული წმინდა საბა ესეც და ბუნებრივია მისი მთელი განვლილი ცხოვრება დაკავშირებულია მასთან რის გამოც ჩვენ მას განწმენდილი ვუწოდეთ დღევანდელ რეალობაშიც პარალელურად რომ გავავლოთ რას ნიშნავს განწმენდა და შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარი ცხოვრების განმავლობაში მიაღწიოს ამ სასურველ სახელს და სათნოებას. იცით წმინდა საბა მართლაც სწორად შენიშნეთ რომ წმინდა საბას განწმენდილი უწოდა ეკლესია. ძალიან ჩვენ გვაყავს ახლა წმინდანები რომელთაც სხვადასხვა ეპიტეტებით ამკებს ხოლმე ეკლესია და ანუ ეს რითი არის განპირობებული რაც მათთვის განსაკუთრებულია იმით სახელდავს ეკლესია მას ხო ეს მოციქულთა მაგალითად პეტრე იოანე და იაკობი რა წაიყვანა ფერისვალებისას მათ ცხოვრობენ იმიტომ რომ პეტრე გამორჩეული იყო რწმენის ამას მინდა იოანე ოქროპირი ცალსახად შენიშნავს თქვა პეტრე რწმენით იყო გამორჩეული იაკობი მოშურნეობით იოანე სიყვარულით წმინდა საბა იყო გამორჩეული სწორედ ამით რომ ის ცდილობდა მარადის განწმენდილი იყო. აი, იცით როგორ არის ღვთისკენ სვლა არის დაუსრულებელი. ადამიანი მონაზონია თუ არ არის მონაზონი, ერისკაცია თუ არ არის ერისკაცი, მიზანი ყველას ერთი აქვს. რომ ღვთისკენ მარადიულად ვიდოდეს წინ და ღვთისკენ მარადიულად სვლაში გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობის მქონე გახლავს სწორედ ბრძოლა საკუთარ ცოდვებთან. როგორც უკვე თქვით, ბრძოლა საკუთარ თავთან. აი ეს არის და კიდევ ერთხელ ეს არის დაუსრულებელი პროცესი, ამ ქვეყნად დაუსრულებელი და ეს ერთადერთი სრულება, როდესაც ადამიანი უკვე გადადის იმ ქვეყნად და ის უკვე იმკის სწორედ აქ დათესილ ცხოვრებას, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ რა, აი თქვენ სწორად ვზანეთ, რომ ჩვენ ვკითხულობთ ნაწერში, რომ არა არის კაცი, რომელიც სხონდეს და არა სცოდოს, ხო? ანუ აქ არის საუბარი, რომ ვინმე უცოდველი იყო, თუნდაც წმინდა საბა. არავინ არ არის დედამიწაზე ერთადერთი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია გამონაკლისი, რომელსაც არ ჩაუდენია პიროვნული ცოდვა, ვიცით, და სხვა ყველა ადამიანი ცოდვას ექვემდებარება, ცოდვას სჩადის, მაგრამ სიწმინდე რაც თქვენ ვზანეთ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ცხონებასთან, მიიღწევა ერთადერთი გზით და საკუთარი, აი ყოლეთ როგორ არის ჯაჭვი, თუ კი მე საკუთარ თავს ვებრძვი ყოველდღიურ რეჟიმში და ამის შედეგად ხდება ჩემი განწმენდა. დიახ. და როდესაც ხდება განწმენდა, უკვე განწმენდილი ჭურჭელი მზად არის იმისთვის, რომ დამკვიდრდეს მასში საღმრთო მადლი და მადლის სულისაწმინისა. რაც არის არსებითი იმისთვის, რომ ადამიანი ცხონდეს და გადარჩეს, რაც არის კიდეს ჩვენი თუ შეიძლება ითქვას, ყველაზე მთავარი მიზანი, ხო? ეს თუ არ მოხდება, მაშინ ალბათ არა სპინაზერის თანახმად სასახად ასეა, ჯობდა ადამიანი საერთოდ არ დაბადებულიყო. ამიტომ ამ გზაზე უმთავრესი არის სწორედ განწმენდა და საბას სწორედ ამიტომ უწოდა წმინდა საბას განწმენდილი წმინდა ეკლესიამ, რომ მან ამას ყველაზე სანიმუშოდ მიაღწია და ის არის მაგალითი კიდევ ერთხელ არა მარტო მონაზონთათვის, არამედ სრულიად კაცობრიობისთვის, თუ როგორ უნდა განიწმინდოს და
როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი. გილოცავთ კიდევ ერთხელ თქვენც ასევე. დღევანდელ დღეს დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. სიონის საპატრიარქო ტაძრის დღესახურდი თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე საუბრობდა სტუდიაში.